ძველ საქართველოში განსაკუთრებული ადგილი ეკავა კლდეში კვეთის ხელოვნებას. გამოქვაბულებს ჩვენი წინაპრები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებდნენ. ქართველი ხალხი ხისა და ქვის ნაგებობათა გვერდით ფართოდ იყენებდა კლდეში ნაკვეთ ნაგებობებს. ამ დარგებმა რამდენიმე ისტორიული განვითარების მსგავსი გზა განუყო. თუმცა სამშენებლო მასალების სხვადასხვაობის შედეგად თითოეული მათგანი განსხვავებული თავისებურებებით გამოირჩევა. საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 50,000 წლის წინათ საზოგადოების განვითარების საწყის საფეხურზე პირველყოფილი ადამიანი თავშესაფრად იყენებს ბუნებრივი წარმოშობის ქვაბებისა და კლდის ქიმებს. რაც უფრო ვითარდებოდა მათი ტექნიკური შესაძლებლობები, უფრო და უფრო იშვიათად იყენებდნენ ბუნებრივ ღვინეებს და აიტდნენ ახალ საცხოვრებლებს საკუთარი ძალებით. აკლდამა ხო საერთოდ იგივე იმიტაცია არის საცხოვრებლისა სივრცისა და გამოქვაბულსაც ასევე უკეთებდნენ სამრაჯამო საცხოვრებლად მიცვალებულს და დამარხავდნენ ხოლმე და ჩვენ დაბადასტურეთ სამშვილდის მიდამოებში კრემაციული სამარხები, ანუ ქოსმის დაკრძალვა მიცვალებულისა ზუსტად ისეთი რაც არის დადასტურებული ხეთური დაკრძალვის წესი კრემაციული. საქართველოში ძველი წელთაღრიცხვის მე-6-მე-3 საუკუნეებში, როდესაც რკინის კულტურის განვითარება უკვე განვლილი ეტაპია, კლდეში აქტიურად იკვეთება ქვაბსაცხოვრისები. და ჩვენ მათ შესახებ მოგითხრობთ. საქართველოს ისტორიის მშვენებაა კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე. ის კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქალაქ გორის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. დღესდღეობით იგი უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალია. ხანდახან უფლისციხეს ქალაქსაც ეძახიან და არც თუ უსაფუძვლოდ, იმიტომ რომ კლდეში ნაკვეთი ტაძრებიც არის წინაპართა კულტთან დაკავშირებული სათავსები და აკადემიებიც არის ჩართული ამ ტაძრის სივრცეში. ეს არის რაღაც წვერვალი ქართული კლდის ხუროთმოძღვრებისა, ოღონდ ანტიკური ხანისა. ქალაქს აქვს ქუჩები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, 4 კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ასე შემდეგ. უფლისციხე წერილობით წყაროებში პირველად მე-7 საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება. საიდან მომდინარეობს სახელი უფლისციხე. ეს სახელი ამ ადგილს ჯერ კიდევ კერპთაყონის მცემლობის დროს ეწოდა, რადგან ის ადგილობრივ ტომთა ბელადის, უფლის სადარის რეზიდენცია იყო. უფლის სადარის ციხე, ანუ უფლისციხე. ადრინდელი ანტიკური ხანიდან, ძველი წელთაღრიცხვით, მე-6-მე-4 საუკუნეები, უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელ ელინისტურ ხანაში, ძველი წელთაღრიცხვით, მე-4 საუკუნის დასასრულს, მე-3 საუკუნე, მსხვილ საქალაქო ცენტრად იქცა. 1957 წელს აქ აღმოჩენილი რომაული, ბერძნული, ძველკოლხური, სპარსული თუ პართიული ფულის ერთეული სხვადასხვა ჭურჭელი თუ მძივები, სამკაული ნივთები ადასტურებს, რომ დიახ, დიდი აბრეშუმის გზის მონაკვეთი, რომელიც უფლისციხის თავზე გადიოდა, აქ მოიყვანდა სხვადასხვა პროფესიისა და სხვადასხვა კუთხის ადამიანს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ დიდი ისტორიის დაწერაში. კლდოვან ფერდობზე მდებარე ქალაქს სამხრეთიდან და დასავლეთიდან იცავდა მაღალი ციცაბო ქარაფი. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან კლდეში ამოკაფული თხრილი. ქალაქს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. მთავარი შესასვლელი, ანუ დიდი კლდეკარი, წარმოადგენს კლდეში ამოკაფულ თავგახსნილ გვირაბს და თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მე-4-მე-3 საუკუნეებით. უფლისციხის გეგმა რთული რელიეფითაა განპირობებული. კლდეში ნაკვეთი საცხოვრებელი და საზოგადო დანიშნულების სათავსები ტერასებადაა განლაგებული. თითოეული მათგანის წინ ხელოვნურად მოსწორებული ქუჩა ან მოედანია. კომპლექსები ერთმანეთთან დაკავშირებულია გზაბილიკებით. მათ მკაფიო დაგეგმარება აქვთ.
კომპლექსების უმეტესობას აქვს საკუთარი სამეურნეო დანიშნულების სათავსები. კლდის დარბაზების მორთულობაში ხვდებით როგორც ქვის არქიტექტურისათვის დამახასიათებელ დეკორს, ასევე ხის ნაგებობათა ელემენტების იმიტაციასაც. სავარაუდოდ, მოზრდილ ტერასებზე აგებული იყო ქვისა და ხის სახლები, სადაც შუაუბნის მცველები და მსახურები ცხოვრობდნენ. მთავარი ქუჩიდან დასავლეთის მაღალ ნაპირამდე, ბაქნებზე და განივ ქუჩებზე ტერასულად განლაგებულია ნაგებობები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება კიბეებით. სწორედ ესენია ყველაზე მნიშვნელოვანი კლდეში ნაკვეთი ნაგებობები. თითოეული მათგანი შორიდან ჩანს და ერთიან შთამბეჭდავ ანსამბლს ქმნის. უფლისციხე თავისი არსით არის რელიგიური, ქრისტიანობამდელი, რა თქმა უნდა. თუნდაც ხარის თავის ფიგურა, რომელიც ნაპოვნიქნა დიდი დედანანას ტაძარში, თეთრი სამკუთხედით შუბლზე, ეს მისი საკრალურობის გამოხატველი იყო და არსებობს ლეგენდა, რომ ხარს როგორც მთვარის სიმბოლოს ერთადერთ შეეძლო უძველესი ქალაქის ქუჩებში ემოძრავა. შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც საკულტო ქალაქზე, ყველა იმ დეტალით, რაც არქიტექტურაშიც გამოისახა, მაგალითად, სიმბოლურად თამარის დარბაზად წოდებული ორსვეტიანი არქიტექტურული დარბაზი, მისი სვეტები, რომელიც 1833 წელს ჯერ კიდევ ცნობილმა შვეიცარიელმა მოგზაურმა და მეცნიერმა დიუბუა დე მონპერემ ნახა, რომ ადამიანის სიმაღლისა იყო, მისი საფუძველი 8 წახნაგიანი ყოფილა. 8 წახნაგის შემდეგ ლამაზად გადადის მდოვრად 4 წახნაგში ჭერზე, მაგრამ ეს თვითონ 8 იყო საკრალურობისა და მზის სიმბოლო, გამოსახული უკვე არქიტექტურაში. პირველ, განივ ქუჩაზე, სადა ოთახების მწკრივია, რომელსაც მოსდევს შეწყვილებულ კოჭებიანი დარბაზი. ქუჩის ბოლოში კესონებიანი დარბაზის კომპლექსია. პირველი ქუჩის კუთხესა და მთავარ ქუჩას შორის ორი მცირე სადა ოთახი და დიდი საცხოვრებელი სახლია. საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის პერიოდში, მე-19 საუკუნეები, დასუსტებული ციხე-ქალაქი უფლისციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. მე-19 საუკუნეებში უფლისციხეში გაბატონებისათვის თავგამოდებით იბრძოდნენ ქართველი მეფეები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. მე-6 საუკუნიდან მე-11 საუკუნის ჩათვლით არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ციტადელია. ხოლო მე-10 საუკუნეში, როცა უფლისციხემ თავისი განვითარების პიკს მიაღწია, ის ქართლის სამეფოს უმთავრესი ქალაქი გახდა. დიახ, აქ ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ჩაუყრის საფუძველს. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ, მე-10 საუკუნის 70-იანი წლები, უფლისციხემ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა. ეს პროცესი დავით აღმაშენებლის მიერ 1122 წელს თბილისის განთავისუფლებით დაგვირგვინდა. წემსებმა მე-17 საუკუნეში თითქმის დაასრულეს მონღოლებისგან დაწყებული ამ ქალაქის გევა და მისი იერსახის დაკარგვა. მე-19 საუკუნის დასაწყისში აქ უკვე აღარავინ აღარ არის. და მთელი 150 წლის განმავლობაში ქალაქის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ცენტრალური და ეს ქვედა უბანი ქვიშითა და მიწისგროვით ივსება. მოდიან არქეოლოგები, იწყება ეს არქეოლოგიური გათხრები და როცა მზის ქვეშეთში ისევ ხელახლა გამოაჩინეს მზის ქალაქი, როგორცაც უძველეს დროს უწოდებდნენ უფლისციხეს ისტორიკოსები, ისევ თავისი ძველი დიდებულებით, თუნდაც ნანგრევების სახით ნუსხავს და ატყვევებს აქაურ მოსულს. უფლისციხის გვერდით დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს კასპის აკლდამები. ეს კომპლექსი ერთ-ერთი უადრესია კლდეში ნაკვეთ ნაგებობებს შორის. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ის ანტიკური ხანით თარიღდება. თაროები, რომლებიც არის გამოკვეთილი, გვერდებზე მიცვალებულების დასაწვენად არის და თან რაც მთავარია, ამ პრინციპს აკლდამებისას აქვს უამრავი პარალელი კლდეში ნაკვეთი აკლდამებიდან, როგორც წინა აზიიდან, შემდეგ წმინდა მიწის მიდამოები, ანატოლიის აკლდამები. კასპის აკლდამები მაზდეანურ სამყაროს უკავშირდება. ასეთი სარეცლები მხოლოდ მაზდეანობისთვისაა დამახასიათებელი. აკლდამების სტრუქტურით აქემენიდურ,
პართულ და სასანური ხანის ირანულ აკლდამებს მოგვაგონებს. ისე რომ მასალით აბსოლუტურად დადასტურებულია, რომ წინა ქრისტიანული ხანისა ქრისტიანობას წინ უსწრებს, ეს არის ჩვეულებრივი ანტიკური აკლდამების ტიპი. არქეოლოგიური ძეგლი ქალაქ კასპში გვრის ხეობაში მდებარეობს. ესაა 10-15 მეტრის სიმაღლის, კირქვის კონცხებში გამოკვეთილი, ლითონის 4 წახნაგა იარაღით, საკმაოდ სუფთად, ტიპური სტრუქტურით. გამოქვაბულების სიხშირით საქართველოში ხრამის ხეობა გამოირჩევა. თითქმის 80 კილომეტრის მანძილზე, მდინარის ორივე ნაპირზე ათასობით ბუნებრივად გამოკვეთილი ქვაბი გვხვდება, სადაც სხვადასხვა დროს ადამიანები სახლობდნენ. ამ გამოქვაბულების შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში მუშაობდნენ არქეოლოგები და საკმაოდ საინტერესო არტეფაქტებიც აღმოაჩინეს. ქვემოხარჯლის ხეობებში ჩვენს მიერ მიკვლეული იქნა ასობით საცხოვრებელია და კომპლექსები, რომლებიც ათეულობით გამოქვაბულისგან შედგება, რომლებიც არის შექმნილი ზუსტად ადრე ბრინჯაოს ხანის და შუა ბრინჯაოს ხანაში. აი იმ პერიოდში, როდესაც პირველი მეტალურგი ტომები საქართველოში მოიპოვებდნენ ლითონს და რომელზეც არის საუბარი თუნდაც ხალიბებზე, თუნდაც სხვა ტომებზე, მათი ბინების შექმნის, საცხოვრებლის სივრცის შექმნის და მათ მიერ ინდუსტრია ლითონის მოპოვებისა ეს ერთმანეთის აბსოლუტურად იდენტურია ტექნიკურად. ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით სოფელ ნახიდორიდან ხრამს ზემოთ მიუყვებით. დაახლოებით 7 კილომეტრის გავლის შემდეგ პირველ გამოქვაბულთა კომპლექსს მივადგეთ, რომელსაც თავ გურგალას უწოდებენ. ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა ოდესღაც აქ ადამიანებს ეცხოვრათ. მაგრამ კარგად დაკვირვების შემდეგ ნათლად ჩანს ხელოვნური მინაშენები. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს გამოქვაბულები სხვადასხვა ეპოქას აერთიანებს. ყველაზე ძველი არქეოლოგიური ნიმუშები ბრინჯაოს ხანისაა, თუმცა ასევე ნაპოვნია შუა საუკუნეების არტეფაქტები. როგორც ჩანს, უძველესი ქართველები აქ სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და გამოქვაბულთა ფორმირებაც ეპოქის შესაბამისად ხდებოდა. და მაინც, რატომ ცხოვრობდნენ ადამიანები გამოქვაბულებში მაშინ, როდესაც საქართველო განვითარების ზენიტში იყო? როგორ წარმოგიდგენიათ ოქროს ხანაში, დავით აღმაშენებლისა და თამარის მეფობის პერიოდში გამოქვაბულში ცხოვრების არჩევანი? ფაქტია, რომ ადამიანები გამოქვაბულებში უძველესი დროიდან ცხოვრობენ და ეს ტრადიცია შუა საუკუნეებშიც გაგრძელდა. გამოქვაბული მიწურ სახლებს, რომლებიც იმ ეპოქაში ფართოდ იყო გავრცელებული, ნამდვილად ჭობდა. ასეთი ნაგებობები მაშინდელ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. გამოქვაბულის უპირატესობა მის სეისმომედეგობასთან ერთად ტემპერატურის სტაბილურობაცაა. გამოქვაბულის საცხოვრებლები არის ძალიან ხელსაყრელი. სითბოს ინარჩუნებს ზამთარში, ხოლო ზაფხულში არის გრილი საცხოვრებელი. ანუ ეს დამტკიცებულია, რომ გამოქვაბულის სათავსი არის ძალიან კომფორტული ადამიანის საცხოვრებლად. არქეოლოგიური სამუშაოების შემდეგ ამ ხეობაში ასობით კლდის ნასოფლარია დაფიქსირებული. აქ აღმოჩენილია ადამიანთა მუდმივი საცხოვრებლის კვალი. გამოქვაბულებში შესვლა დღეს თითქმის შეუძლებელია ალპინისტური ტექნიკის გამოყენების გარეშე. ერთი შეხედვითაც ადვილი შესამჩნევია, რომ წვიმის შედეგად კლდეები იშლება, რის გამოც ძეგლის ფასადი შეცვლილია. ძეგლის დაზიანების მიუხედავად ოთახების გარჩევა მაინც შესაძლებელია. მათი ნაწილი ერთმანეთში გადადის. გამოქვაბულებში შესასვლელები ადამიანის სიმაღლეზეა გათვლილი. ეს ბილიკები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამოქვაბულები არ შეიძლება სახიზრები ყოფილიყო, რადგან სახიზრების მთავარი უპირატესობა მიუვალობაა. შუა საუკუნეებში აქ მოსულ ადამიანებს ეს გამოქვაბულები უკვე გაკეთებული დახვდათ. 4000 წლის წინ მოსული ტომები მეტალურგები იყვნენ, რომელთაც კარგად იცოდნენ კლდის ხუროობა.
როდესაც კლდეს ახურებდნენ ცეცხლის ანთება რა თქმა უნდა შესანიშნავად იცოდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლით მერე ცივცხალს ასხავდნენ და რომ დასკდებოდა ხოლმე ეს კლდის ზედაპირი მას ანგრევდნენ ურვებით ხოლმე. თუმცა მე-14 საუკუნეში კლდის სოფლების განადგურება არქეოლოგებმა ზუსტად აღადგინეს. ის თემურლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა მოსპო. სოფლები ისე მოოხრდა, რომ მიცვალებულთა დამარხავიც არ დარჩა. არქეოლოგებს ყველა ფეხის ნაბიჯზე განადგურებული ინვენტარი და შურდულის ქვები ხვდებოდათ. იქ არსებული სიტუაცია განადგურების შემდეგ პირდაპირ შემონახული აქვს როგორც რაღაც კრიმინალური სიუჟეტი. იქ დახოცილი ადამიანების ნეშტებიც კი ვნახეთ, რომლებიც დამარხვა ვერ მოუსწრიათ. ისეთი დიდი ტრაგედია მომხდარა. მოფენილი იყო იატაკზე იმდროინდელი ნივთიერი მასალა, სწორედ აი ჩვენ შტაბ-ეტილება შეგვექმნა როგორ იყო ჩვეულებრივი რიგითი საყოფაცხოვრებო ნივთები მე-13-მე-14 საუკუნეში საქართველოში. რაც სხვაგან არ გვინახავს, მაგალითად ხის ნივთები, ქსოვილები, ფარდაგები, ტანისამოსის ფრაგმენტები. საინტერესო ფაქტია ის, რომ ამ გამოქვაბულებში არსად წარწერის კვალი არ არის. ხრამის ხეობაში მდებარეობს მუგუთის ქვაბები. ხეობის კანიონში შესართავთან ახლოს ერთმანეთის პირისპირ გამოკვეთილია გამოქვაბულთა ორი ჯგუფი. კომპლექსამდე მისასვლელი ბილიკი თითქმის არ არსებობს. ამიტომ ჯგუფის წევრებისთვის იქ მისვლა ძალიან გართულდა. ეკალბარდებით დაფარული ტყე ერთი შეხედვით გაუვალი შთაბეჭდილებას ტოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ სამანქანო გზიდან გამოქვაბულამდე სულ რაღაც 4 კილომეტრია, გზის სირთულიდან გამომდინარე ამ მანძილის დაფარვას 2 საათზე მეტი დაჭირდა. გამოქვაბულების სიახლოვეს უამრავი ნასახლარია, რაც ამ ადგილის მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს. მარცხენა კალთაში გამოკვეთილი ჯგუფი 3 იარუსად განლაგებული 26 გამოქვაბულისა და რამდენიმე ნაშთისგან შედგება. მარჯვენა ჯგუფი კი 19 გამოქვაბულისგან, რომლის ირიბი 2 იარუსი ერთმანეთს ერწყმის. მუგუთის ქვაბების მარჯვენა კომპლექსის მეორე იარუსზე ერთ-ერთ გამოქვაბულში დარბაზული ეკლესიაა მოწყობილი. ეკლესიის სამხრეთით კიდევ 2 სათავსია. იქვეა საძვალეც. ეკლესიისა და საძვალის არსებობა ადასტურებს, რომ ფეოდალურ ხანაში ამ კომპლექსში უდაბნო მონასტერი ფუნქციონირებდა. ამ კომპლექსშიც გამოქვაბულთა დიდი ნაწილი გვიან ბრინჯაოს ხანაში უკვე არსებობდა. არქეოლოგიური მასალის მიხედვით დადგენილია, რომ ძეგლს ფეოდალურ ხანაში პირველად განუცდია აღდგენა რეკონსტრუქცია. თითქმის ყველა გამოქვაბულის იატაკის ზედა მიწის ფენა უხვად მოიცავდა შუა ფეოდალური ხანის ნივთიერ მასალას: თიხის, მინის, ხის, ლითონის, ძვლის, ტყავის ნაწარმს, ქსოვილების და ხალიჩა ფარდაგების ფრაგმენტებს. ბრინჯაოს ხანის გამოქვაბულები ხელმოერთ გამოიყენეს ოღონდ სამონასტრო მიზნით და აი ამას წარმოადგენს სწორედ მუგუთის ქვაბების კომპლექსი, სადაც ეკლესიებია ჩაშენებული, სენაკებია ჩაშენებული, იქ ნაპოვნია ხელნაწერების ფრაგმენტები და უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთები. აქ აღმოჩენილ მასალაში თვალშისაცემია ქალთათვის განკუთვნილი ნივთების სიჭარბე, ხოლო თიხის ორ ჯამზე ერთი და იგივე კალიგრაფიით გამოკაწრულია მონოგრამა თმ, ალბათ თამარ. მონასტერში ცხოვრება უეცრად შეწყვეტილა დაახლოებით მე-13-მე-14 საუკუნეებში, რაზედაც დარბევის დროს იატაკების დონეზე უწესრიგოდ მიმოფანტული ეს ნივთები და იმავე ფენაში მიკვლეული მეფე რუსუდანის მონეტა მოწმობს. მონასტერში სამონაზნო ცხოვრება, როგორც ჩანს, მხოლოდ მე-17-მე-18 საუკუნეებში აღდგენილა და ისიც მეტად შეკვეცილი სახით, რადგან ძველი ცხოვრების კვალი არც ამ პერიოდში წაშლილა. აქ აღსანიშნავია პაპუნა ორბელიანის ცნობა 1750 წელს ამ მხარეში ლეკების განუწყვეტელი თარეშის და მუგუთის ქვაბების ალყის შესახებ. მეფე ერეკლე იძულებული გამხდარა მთელი ხრამის ხეობის ქართული მოსახლეობა აეყარა და ქალაქში ჩამოეყვანა. მუგუთის ქვაბებიდან დაახლოებით 800 მეტრის მოშორებით მდებარეობს უნიკალური ძეგლი, რომელსაც
დამალულ ტაძარს უწოდებენ. ამ გამოქვაბულში შესვლა მხოლოდ ჰორიზონტალური მდგომარეობითაა შესაძლებელი. აქ შესასვლელად საჭიროა ფანრები, რადგან მღვიმეში ღამურებია და აგრეთვე ბევრი წყალი ჩამოდის ჭერიდან. ფაქტიურად გამოქვაბულში წვიმს. ეს ძეგლი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საწყის ეტაპებს უკავშირდება და მისი სახით უაღრესად საინტერესო, უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. თავისი ფორმებით არის ძალიან არქაული და ძალიან გვაგონებს უძველეს ქართულ ეკლესიებს. იმიტომ რომ ეს არის დარბაზული ეკლესია, მაგრამ თავისი ნალისებური ფორმებით, თავისი არქიტექტურული დეტალებით არის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქართული ტაძარი. პირდაპირ ჩანს, რომ აქ არის ეკლესია მალული, ანუ მალულ ქრისტიანობასთან გვაქვს ადგილი. ანუ ქრისტიანობა ამ დროს იგრძალება. აქ იყო ჩვენი წინასწარი ვარაუდითაც ორი ვარიანტი მხოლოდ. ან ეს არის აი ეს პერიოდი, როდესაც ქრისტიანობა იდევნება ვაშკენ პეტრიარქის დროს, ცნობილი შუშანიკის სამების დროს იმ პერიოდში, როდესაც დაპყრობილი აქვს სასანუ ირანს ეგ მხარე და ქრისტიანობას კრძალავს და მალულად ლოცულობენ მაინც ქრისტიანები. ან კიდევ უფრო ადრეულიც შეიძლება გვეგულისხმა, რომ ერთ-ერთი პირველი ტაძარი ქართული ქრისტიანობისა, როდესაც საქართველოში ქრისტიანობა ჯერ კიდევ ოფიციალურ რელიგიად არ არის დამკვიდრებული. გათხრებმა აჩვენა მეოთხე-მეხუთე საუკუნის ნივთიერი მასალა. მომდევნო ძეგლი, რომელიც უნდა მოვინახულოთ, კახეთში, სოფელ კისისხევთან მდებარე კონდამიანის გამოქვაბულებია. კისისხევის გამოქვაბულები ეს არის ტიპიური სამონასტრო ქრისტიანული კომპლექსი. გაყოლებაზე არის ერთმანეთის გაყოლებაზე რამდენიმე იარუსად ეკლესიები, სენაკები, ანუ ტიპიური კლდეში ნაკვეთი მონასტერი არის. მართკუთხა საკურთხევლიანი ეკლესია სხვათა შორის დადასტურებული, რაც საკმაოდ ადრეულია ქართულ არქიტექტურაში. გამოქვაბულები ერთმანეთთან დაკავშირებულია გვირაბიანი და აივნიანი გასასვლელებით. ამჟამად ზოგი მათგანი ჩამონგრეულია და ერთი გამოქვაბულიდან მეორეში გადასვლა ვერ ხერხდება. ისინი განლაგებულია გარკვეული სისტემით და შექმნილია რამდენიმე ჰორიზონტალური მწკრივი. გამოქვაბულები ინტერიერში ალაგ-ალაგ შელესილია დუღაბით. ტყიანი ზოლის შუა წელზე კი აღმართულია მე-6 საუკუნეში აგებული კონდამიანის სამნავიანი გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდა ქვაბებს. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც კლდეში ნაკვეთი მონასტრები იყო ხოლმე, ნაწილი კლდეში ნაკვეთი და შემდეგ ცენტრში აგებდნენ ხოლმე ქვის ეკლესიას, სადაც აი იქიდან მოსული ბერები ამ გამოქვაბულებიდან იქ კვირაობით წირვაში მონაწილეობდნენ. ანუ მონასტრის გული იყო ხოლმე ეს ეკლესია. კისისხევი ძველ წყაროებში მოხსენიებულია ქრისტეს საფლავის მიწად, რაც მიგვანიშნებს, რომ ამ საეკლესიო სოფელში დაცული უნდა ყოფილიყო ქრისტიანული სიწმინდეები. საქართველოში კლდეში ნაკვეთ ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ისტორიულ ჯავახეთის ქვაბთა კომპლექსებს. ამ მხარეში ქვაბთა ერთი ნაწილი მდინარე მტკვრის ხეობაშია თავმოყრილი, მეორე ნაწილი კი მდინარე ფარავნის წყლის ხეობასა და მის შენაკადებთან. ისტორიულ ჯავახეთში მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი ვარძი. მე-12-13 საუკუნეების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი. ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი. მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი მესამესა და განსაკუთრებით თამარ მეფის სახელთან. ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა. სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა
გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისა. ვარძიის წიგნსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. ვარძია საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება. ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანი. მე-16 საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების მშვენიერესი ისტორია თაგანი ფურცლებზე. თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. მის შექმნას უკავშირებს იგი თამარ მეფის მოღვაწეობას საეკლესიო სამონასტრო მშენებლობის დარგში, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ასევე მიუთითებს, რომ ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით. ვარძიის მშენებლობის პირველი ეტაპი, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება გიორგი მესამეს უკავშირდება. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად. ვარნის ქვაბი თუ ნელ-ნელა ვითარდებოდა, გარეჯათვი თუ ნელ-ნელა ვითარდებოდა, დროთა განმავლობაში ვარძია ერთდროულად შექმნილი. ვარძია არის სამეფო გიგანტური პროექტი ქართული ქრისტიანული კულტურისა და ქრისტიანული რელიგიისა. ეს კომპლექსი არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით. ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კლდის მოხატულობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა. 1884-1986 წლები, სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი მესამისა და თამარ მეფის პორტრეტები. აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე მოღწეულ თამარ მეფის პორტრეტებს შორის ვარძიისა ყველაზე ადრეულია. აქ იგი გვირგვინით, მაგრამ გათხოვილი ქალის თავსაბურავის გარეშეა და თან ხელთ ნაგებობა უყრია. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვარძიის მონასტრის მშენებლობა და მასზე ზრუნვა გათხოვებამდე დაუწყია. ვარძიის სამონასტრო კომპლექსის დასავლეთით ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს ჭაჭკარის გამოქვაბული. სოფელი ჭაჭკარის განაშენიანება ძირითადად ინარჩუნებს შუა საუკუნეების პერიოდის იერსახეს. შუა საუკუნეებში ჭაჭკარში დაწურული ყურძენი და მომზადებული ღვინო ვარძიას მიეწოდებოდა. ლეგენდების თანახმად ვარძიასა და ჭაჭკარს შორის საიდუმლო გვირავი იყო. სოფლის სამხრეთი კლდოვანი ფლატეს შუა ნაწილში არის მცირე გამოქვაბულების სისტემა. სოფლის გზიდან ამ გამოქვაბულებამდე კლდოვანი ბილიკი აუყვება. ბოლო წაგრძელებულ გამოქვაბულს სოფლისკენ ამოშენებული აქვს ქვის კედელი. მის გვერდით აღმოსავლეთით კიდევ ორი გამოქვაბულია. ჭაჭკარის კლდეში ნაკვეთი ნაგებობები ამჟამად სამეცნიერო ლიტერატურაში მე-11, მე-12, მე-13 საუკუნეებით არის დათარიღებული. ვახანის, იგივე ვანის ქვაბები, მერვე მე-16 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლია. მას უდაბნო მონასტერსაც უწოდებენ. ეს არის უძველესი კომპლექსი, რომელიც თარიღდება არაუგვიანეს მერვე საუკუნისა. ის ორჯერ დაანგრია მიწისძვრა. გადადიოდა ფეოდალურ საგვარეულოთა მფლობელობაში. იყო მეფის პატრონაჟის ქვეშ. ჰქონდა ოქროს ხანაც და დრისგან რბევის სასტიკი პერიოდიც, რის შემდეგაც ის გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვაბული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები. კომპლექსის ცენტრია წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით.
ვანის ქვაბი არის ისეთი კომპლექსი, რომელიც საფუძველს უქმნის სწორედ ვარძიის შექმნას. მერვე მეცხრე საუკუნიდან მომდინარეობს იქა ეს ცხოვრება და იქაც კარგად ჩანს სამონასტრო სტრუქტურები, ძალიან ბევრი ნაწერები და ეპიგრაფიკული მასალა ნაპოვნი. გათხრების შედეგად ნაპოვნია მე-12 საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები, მათ შორის ვერცხლის 3 ვანის ქვაბების ხუროთმოძღვრებაში მკვეთრად ჩანს კლდეში ნაკვეთ ადრეულ ქვაბთა თავისებურებანი. ხერთვისის გაგრძელებაზე, მისგან 3 კილომეტრის დაცილებით, ვარძიის მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ძველი ნასოფლარის ტერიტორიაზე გაშენებულია სოფელი გელსუნდა. ნასოფლარი მთის კლდოვან დამრეც კალთამდე გრძელდება. კლდოვან ქანში გამოქვაბულებია. გამოქვაბულების ერთი ნაწილი ზედგზისა და მდინარის თავზეა კლდეში გამოკვეთილი. ფასადი ჩამოშლილია და ზოგიერთის მხოლოდ კედლის ერთი მხარე არის დარჩენილი. იარუსის ბოლო სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთ გამოქვაბულში არის ზედა იარუსზე ასასვლელი მცირე გვირაბი და მის ბოლოში არის ქვის კარი. მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ფიასა და წუნდას შორის, ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთი გამოქვაბულთა კომპლექსი მდებარეობს. კლდოვანი ქანის ცენტრალურ ნაწილში ჰორიზონტალურ ზოლად გამოქვაბულთა რიგია განთავსებული. ამჟამად კომპლექსის წინა რიგი მორღვეულია და გაშიშვლებულია ქვაბულთა შიდა ზოლი. სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების ერთმანეთთან დაკავშირებული გამოქვაბულები. ერთმანეთის გვერდიგვერდ არის განთავსებული დიდი დარბაზი კლდეში ჩაკვეთილი აფსიდით. მცირე ზომის მრგვალი სათავსები და ბოლოს აღსანიშნავია განსაკუთრებული დანიშნულების სათავსი, რომელშიც კლდეში ნაკვეთი რამდენიმე საფეხურით ჩავდივართ. ოთახის ცენტრსა და კედლების გასწვრივაც ქვის სამარხებია დაცული. ამ კომპარტიმენტის ერთ-ერთ კლდეში პატარ-პატარა თახჩებია ჩაჭრილი. გამოქვაბულთა კომპლექსის ქვემოთ გაშლილ მინდორზე ნასოფლარი მდებარეობს. სოფელი პატარა სამსარი მდებარეობს ახალქალაქიდან 27 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 2010 მეტრზე. მდინარის მარჯვენა მხარეზე, სოფლიდან 9 კილომეტრი დაშორებულ კლდეზე, 2-3 რიგად გამოკვეთილია გამოქვაბული. აქვეა მონასტერი, ნახევრად გამოქვაბული გუმბათიანი ეკლესია, რომელსაც ამშვენებს წარწერა. სახელით აღმრთისაითა და მეოხებითაც წმინდისა აღმრთის მშობელისაითა, ესე წმინდაი ეკლესია ოდეს აღეშენა, მაშინ ეს ადგილი ტყისგან არაჩნდა. მეორე წარწერა კი გვამცნობს მე-10 საუკუნის დასაწყისში მცხეთის ჯვრის ტაძრის სარკინოსთაგან გადაწვისა. ეს ამბავი მოთხრობილია მატიანე ქართლისაშიც. აშენდა წმინდა იესევანი ღვთისმშობლის სამკვიდრე. ოდეს ქართველთა მეფემან კურაპალატმან დავით და ერმონ ყოველმან ესე ვანი და კრებული შეგვიბრალა, მაშინ დიდი საჭირისა გამოგვიხსნა. დაუფალო იხსენი ნიგიცა დღესა მას განგიტყვისასა. სულამ მაშინ დავწერე, ოდეს აგარიანთა მცხეთისა ეკლესიაი დაწვეს და ნინოის ხელი ყვედაც წაიტანეს. ქართული კულტურის მრავალფეროვნება კლდის ძეგლებითაც დასტურდება. თითოეული მათგანი თავის მხრივ უნიკალური და მნიშვნელოვანია.
მათ წიაღში დაუნჯებული ისტორია კი დღემდე მკვლევართა ინტერესის საგანია.